საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვეპროგრამაა, რომელიც 2024 წელს პილოტურ რეჟიმში პირველად განხორციელდა. პროექტის მიზანი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საზღვარგარეთ მკურნალობაზე ფინანსური უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. წელს სამინისტრო პირველად ახორციელებს საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამას, აღნიშნული საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოჩნდა აფხაზეთიდან დევნილებისათვის. დღესდღეობით 10-მდე ბენეფიციარმა მიმართა სამინისტროს პროგრამის ფარგლებში დაფინანსების თაობას. პროგრამით სარგებლობა ბენეფიციარს იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ კონკრეტული სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში. სერვისის არარსებობის გამო ამ პირისთვის სერვისის საჭიროების მიღება რეკომენდირებულია საზღვარგარეთ. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა რაც არის, ეს არის, რომ ასეთ ბენეფიციარები აუცილებლად უნდა იყოს დაფინანსებული საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური პროგრამის ფარგლებში, ან კიდევ სხვა რომელიმე უწყების მიერ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ჩვენი მხრიდან თანადაფინანსება, რაც დაახლოებით 5,000 ლარს შეადგენს და მე მგონი, რომ ეს საკმაოდ დიდი დახმარება ასეთი ბენეფიციარებისათვის. თანადაფინანსება დარგის პროფესიული ასოციაციის ან ექსპერტის წერილობითი დასკვნის საფუძველზე ხორციელდება, რომელიც დაადასტურებს მოთხოვნილი სამედიცინო მომსახურების ჩატარების აუცილებლობას საზღვარგარეთ პაციენტის მიერ შერჩეულ კლინიკაში. ასეთი მომსახურებები ხორციელდება წინასწარ კალკულაციით და ფორმასი თავისთავად უნდა იქნეს წარმოდგენილი. ანგარიშ ფაქტურა აუცილებლად ნოტარიუსით თარგმნილი და ნოტარიუსით დამტკიცებული უნდა იყოს. ძირითადად ეს ანგარიშ ფაქტურა, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთის კლინიკებიდან არის უცხო ენაზე, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იქნეს თარგმნილი. ფორმასიც თუ საქართველოში გაცემული ფაქტიურად იქნება ქართულ ენაზე, თუ უცხოეთიდან არის გაცემული, ისიც თარგმნილი უნდა იყოს და ნოტარიუსით დამტკიცებული. მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება აუცილებლად კლინიკაში, უცხოეთის კლინიკაში, მოწოდებული შესაბამისი რეკვიზიტების საფუძველზე. პროგრამაზე განაცხადის შევსება შესაძლებელია სამინისტროში ან სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში. დეტალური ინფორმაცია პროგრამის და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ როგორც სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე Facebook გვერდზე.